მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. ჩვენო ძვირფასო ტელემაყურებლებო. ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს საუბრები ჟურნალისტიკაზე. სიმართლე, სიკეთით. მე დიანა ტყებუჩავა გახლავართ, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ავტომატის კონდახზე მელაგა ფურცლები და ისე წერდი. ტამიშის მიწას ჩემი სხეულით ვათფობდი. ჩემი სხეულით ვფარავდი, უკაცრავად. მე მას ვათფობდი და იგი მე. ასე იხსენებს აფხაზეთის სისხლიან დღეებს, ჯერ კიდევ სრულად ახალგაზრდა ქალბატონი. აფხაზეთის ტრაგედიას, რომლის გახსნილი იარა ჯერ კიდევ აჩნია საქართველოს რუკას. ჯერ კიდევ ეტყობათ ჭეშმარიტი მამულიშვილების, ღირსეული მოქალაქეების სულსა და გულს. რაც უნდა გასაოცარი იყოს, ზაირა მიქატაძე მაშინ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი იყო ჟურნალისტიკის ფაკულტეტისა. ჩემი სტუდენტიც. დღესაც მიკვირდა მეამაყება. ეს ციფრიფანა, შროშანივით ფაქიზი გოგონა, როგორ მოიჩქაროდა ყოველ ჩათვლასა თუ გამოცდაზე, ცხედრებითა და დაჭრილებით გადატენილი სამხედრო თვითმფრინავით. რა სასწაულით ჩამოქონდა გამორჩეული, საუცხოოდ დამუშავებული საკურსო ნაშრომი თუ საშინაო საწერი დავალება. არც იმჟამინდელ დედაქალაქის გაზეთ თბილისის უმკაცრეს და მომთხოვნ რედაქტორს აღალატებდა და დროულად უგზავნიდა კორესპონდენციებს, რეპორტაჟებს ფრონტის წინა ხაზიდან. ქალბატონი ზაირა დღეს ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელია და რეზერვისტი. ამავე დროს იგი კვლავ ომის ჟურნალისტია. დიდებული ჟურნალის მთავარი რედაქტორი. მეციხოვნეს მთავარი დიდებული ჟურნალი მეციხოვნეს მთავარი რედაქტორი. დიდი მადლობა ქალბატონო თქვენს ჩემს გადაცემაში სტუმრობისთვის. დადგა აპრილი საქართველოში. 35 აპრილი წინა საუკუნის 9 აპრილის ტრაგედიიდან. თქვენი ბიოგრაფია დიდწილად ამ თარიღით იწყება და იმ მღელვარე დღეებით, როცა ამბივალენტური განცდა ჰქონდა ქართველებს დიდი სიამაყისა და უნაპირო ტრაგედიისა. სწორედ მაშინ გაჩნდა თქვენ სულში საქართველოსთვის თავდადებისა და თავგანწირვის სურვილი, ამის გზნება საამისო და თქვენი ცხოვრებისეული კრედო ვემსახურების საქართველოს. გავიხსენოთ ეს დღეები. მოგესალმებით ქალბატონო დიანა, მივესალმებით თქვენი გადაცემის მაყურებელს. ალბათ მაშინ, როდესაც მე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი და თქვენი სტუდენტი, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ 3 ათეული წლის შემდეგ ვიქნებოდი თქვენი რესპონდენტი და ჩვენ ერთ გადაცემაში მივიღებდით ამ ფორმატით მონაწილეობას. ერთგვარი გვირგვინიც კი არის, იცით, ჩემი ჟურნალისტური მოღვაწეობის ის, რომ ჩემი ყოფილი ლექტორი ჩემგან იღებს ინტერვიუს იმ თემებზე, რასაც მე მასწავლიდა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის კედლებში და მიამაყება ამით და მიამაყება აი ამ წუთებით. მინდა გავიხსენო ჩემი ჩაბმა ეროვნულ მოძრაობაში და მარტო ეროვნულ მოძრაობას ვერ უწოდებ სამშობლოს სამსახურში, რადგანაც როგორც თქვენ ბრძანეთ, ზუსტად მაშინ ჩამოყალიბდა ჩემი კრედო ვემსახურები საქართველოს, როდესაც მე გავიაზრე, რომ საქართველო დაპყრობილი ყოლია თურმე რუსეთს, ჩვენ ნებაყოფლობით კი არ შევსულვართ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, არამედ დაპყრობილი ყოლი ვართ რუსეთს.
და მაშინვე გაჩნდა იმის სურვილი, რომ მეც მიმეღო ჩემი პატარა წვლილი. თუ კი ამას რასაკვირველია შევძლებდი საქართველოს გამოყოფასა და თავისუფლებაში და აქტიურად ჩავდექი ეროვნული მოძრაობის რიგებში. როდესაც 9 აპრილის მოვლენები აზვირთდა და უკვე გარდაუვალი გახდა ის, რომ უნდა დაერბიათ რუს ჯარისკაცებს მომიტინგეები და ეს მშვიდობიანი აქცია, მე ვიყავი ვიჯექი ტელევიზიის შენობასთან, იმიტომ რომ როდესაც გამოაცხადეს მთავრობის სახლთან, რომ იქაც უნდა დასხდნენ მოშიმშილეები, სადაც ცოტა ხალხი წავიდა, საერთოდ ასე ვარ, სადაც ცოტა არის, სადაც ვჭირდები, კი პრობლემა, იქ მივდივარ ხოლმე და კი და ამიტომ ჩემი ძალა იქ იყო საჭირო, თუმცა მთავრობის სახლი იყო მოვლენების ეპიცენტრში და ძალიან მენანებოდა იმის დატოვება, მაგრამ აქეთ წავედი. მახსოვს 7 აპრილს როგორ ამოგრიალდა რუსული ტანკები, მაშინ ლენინის ქუჩა ერქვა ტელევიზიასთან და ჩვენსკენ ჰქონდათ ლულა მოშვერილი. ნუ ეხლა რომ არ შეგშინებოდა ეს იმდენად შემზარავი კადრი იყო, რომ ნამდვილად სულ ყველა შეგვეშინდა და შეგვსარა კიდეც და რომ აი არა ამ ტანკებმა თითქოს გულზე მოგვეშვა, მაგრამ ერთი ტანკი შემოტრიალდა და დადგა ტელევიზიის შესასვლელში. ნუ ჩაკეტა ტელევიზიის შენობა. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ყველასთვის ცნობილია ეს მოვლენები, რაც მოხდა. ამ ეს ტრაგედია დამთავრდა იმით ბოლოს, რომ საქართველომ ზუსტად აი ამ გოგობიჭების სისხლით მიაღწია დამოუკიდებლობას და მეც მიამაყება, რომ ამ მოვლენებში მონაწილეობა მაქვს მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ჯანმრთელობას დიდი დარტყმა მიაყენა 9 აპრილის მოვლენებმა, იმის შემდეგ დილა არ გათენდება, ჩემი დილა იწყება თავის ტკივილით და პატარა შხამზეც კი ისეთი მოწამვლა მემართება, რომ აი რაღაცა გაუსაძლისი იმუნიტეტი მაქვს დაქვეითებული უკვე შხამებზე, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ, რომ მე მონაწილეობა მაქვს მიღებული ზუსტად აი ამ ფორმით საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებაში. საირა, ალბათ კარგად გახსოვს 90-იან წლებში ერთი შესანიშნავი გაზეთი გამოდიოდა საქართველოში, კავკასიონი. დიახ. მას გვირგვინად ადგა ასეთი მოწოდება, შეხსენება. აფხაზეთი ჩვენი ტკივილი. ახლა აღარც ეს მშვენიერი გაზეთია, აღარც მოწოდება. ტკივილი ტკივილად რჩება. შენი პირველი და ჩემი ფიქრით ყველაზე მძიმე ტკივილი აფხაზეთის ომიდან, ნუგზარ კახნიაშვილი. პირველივე თვეებში დაღუპული ახალგაზრდა ჯარისკაცი, რომელიც ჩემი მეგობარი, თანამებრძოლი და დღემდე დიდ ტკივილად დარჩენილი პიროვნება. ამით ხომ არ დაგვეწყო აფხაზეთზე საუბარი. დავიწყოთ და აი ამ წლების შემდეგ მარტო ნუგზარი არა, ალბათ ჩემთვის დიდი ტკივილი არის ნიკუშა თურმანაული, ნუგზარ გვრიტიშვილი, ზაზა დემეტრაშვილი, ვასიკო ჭიჭიაშვილი და ის ბიჭები, რომლებსაც მე დაუმეგობრდი აფხაზეთის ომში. აი როცა ჩამომქონდა ხოლმე სტატიები, სულ მეჩხუბებოდნენ ჩემი უფროსი კოლეგები, რომ შენ არ ხარ იმათი ჭირისუფალი, ხარ ჟურნალისტი, მაგრამ ამის გაკეთება ჯერ ისედაც არ შემიძლია სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, რომ მიმდინარეობდეს ომი და მით უმეტეს ჩემს ქვეყანაში და მე მარტო ჟურნალისტი არ ვიყავი. მე ვიყავი ჩემი ქვეყნის მცველიც იმით, რითაც შემეძლო. ნუ კი, დიახ. და ამიტომ პირველი ტკივილი მაინც ჩემთვის იყო იმათი სიკვდილი, იმათი გარდაცვალება, იმათი დაცემა ბრძოლის ველზე და ძალიან ბევრს იმათგან პირველი ცრემლი სწორედ ჩემგან დაცემიათ, მაშინ როდესაც დედამ, მშობელმა დედამ არც კი არც იცოდა და შვილი ცოცხალი ეგონა, მე კიდევ აი ჯერ კიდევ აი თბილ სხეულს, იმათ თბილ სხეულს დაცემია ჩემი პირველი ცრემლი და ეს არის ჩემი ძალიან დიდი ტვირთია, რომელსაც ვსიდავდა რავჯერჯერობით მე მგონი ხირსეულათაც ვსიდავდა, ალბათ ასე ჩავიტან საფლავში, მაგრამ აი ეს ნუგზარი გეტყვი ნუგზარი რატო გამახსენდა საირა გახსოვს ჩვენი შეხვედრა რუსთაველზე შენ ფრონტიდან დროებით ჩამოსული იყავი სამხედრო ფორმაში
ვერც კი კითხე როგორ ხარ მეთქი ხა როგორი საკითხავია ჩვენ უსიტყვოდ რაღაცნაირად დიალოგი ქონდა კი და აი ცრემლები შეიკავე არ ვიცი რანების ყოფის ფასად და ამ სამხედრო ფორმის გულის ჯიბიდან ამოიღე პატარა ტყვია უკვე ნუგზარი გარდაცვლილი იყო მისი ნაჩუქარი და მის სახსოვრად და მე დღემდე ისე აფხაზეთის ომი რომ მახსენდება აი ეს ჩვენი შეხვედრა მახსენდება ხოლმე და მინდა შემდეგი ასეთი კითხვა დაგისვა თუ დავქონდე დამიბრუნე თუ არა და სამახსოვროდ დაგრჩესო ასე დამიბარა და ვერ დაბრუნდა და მარტო ის ტყვია კი არა ბევრი რამ დამრჩა სამახსოვროდ ძალიან ძიმე და აი ნუგზარი და გია მათი დიდი მეგობრობა თანამებრძოლობა და აი ამას წინათ წავიკითხე შენს გვერდზე 28 წელია მოყვავილე ველური ვარდი კეხვიდან ნუგზარის მშობლიური სოფლის ტყიდან შენს მიერ გადმორგული მათ საფლავზე აი ეს ისტორია მინდა რომ იცოდეს ჩვენმა მამამ კი უნდა ალბათ უნდა იცოდეს ფართო საზოგადოებამ კი არა თაობებმა უნდა იცოდეს ასეთი მეგობრობის ისტორია რომელსაც შელამაზება არ ჭირდება შეიძლება შევალამოს კი არა და რაღაცა ბევრი დეტალი არ მახსოვდეს და დავაკლოს სწორედაც ნუგზარი იყო კეხვიდან და როდესაც ის თანამებრძოლებმა კეხვში დაკრძალეს ну არ ვიცი კი აგრძნობდა იმას რომ ჩვენ კეხვს დავკარგავდით და ნუგზარის საფლავიც დაიკარგებოდა თუ რა იყო ერთ კვირაში აიჩემა რომ უნდა გადმოვასვენო და მართლაც ოჯახის წევრებისა და ნათესაობის წინააღმდეგობის მიუხედავად გიამ გადმოასვენა ნუგზარი კეხვიდან ოჯახი ჯერ კიდევ იქ ცხოვრობდა კი იქ ცხოვრობდა კი 93 წელი იყო და იქ ცხოვრობდა ოჯახი გადმოასვენა და დავგრძალეთ თბილისის ზღვის სასაფლაოზე ну ძმათა სასაფლაოს ვეძახით ჩვენ იმიტომ რომ თავიდან იმ ადგილას მხოლოდ მეომრები იკრძალებოდნენ და გიამ დაიბარა როცა მოვკვდები მეც ნუგზარის გვერდით დამასაფლავეთო ну ნუგზარი 23 წლის იყო გია თუ არ ვცდები 29 წლის და ძალიან შორს იყო სიკვდილზე ფიქრი მაგრამ მოხდა ისე ომია და სამწუხაროდ ჩვენი ბიჭებისთვის ომი გაგრძელდა ომის დამთავრების შემდეგაც ამდენი ახლობელის დაკარგვა და სირცხვილის შეგრძნება მეც მწხვენია ხშირად მწხვენია რომ აი ცოცხალი რომ ვარ და კი ვიმეორებ და ესეთი ტკივილია ჩემთვის კი და ახლაც საგურამოში არის ჩემი სამხედრო ნაწილი დილით ადრე მივდივარ ხოლმე არ არის კიდევ გათენებული როდესაც თბილისის ზღვის სასაფლაოს გადავივლი და რამდენჯერ ჩემთვის აი მიტირია რომ ჩემი ბიჭები მიწაში ქრებიან და მე ისევ ჯარში ვარ, ისევ ფორმა მაცვია და ისევ იარაღი მიჭირავს ხელში და ისევ აქტიურ ცხოვრებას ვეწევი მეთქი, მაგრამ ისინი ხომ ამიტომ ეს გმირობაა ჩემო კაცო მხრივ. აი იცით რა არის ქალბატონო დიანა, მე ჩემთვის გმირობას არ ვიცი, ჩემთვის არსებობს მოვალეობა, ვალდებულება არსებობს და მე სანამ შემიძლია მოვალე ვარ, ნუ არ ვიცი ჩემ თავს სად ხვალს ეგ სად დავინახავ, მაგრამ სადაც ხედავ იმ პერიოდში მე იქ უნდა ვიყო და უნდა ვიყო მაქსიმალურად აი როგორც ლიმონს გამოწურავ ხოლმე ყველა საქმეში ისევ წურავ ჩემს თავს ისე მე ვერ ვთვლი რომ მე ჩემი ვალი მოვიხადე რატომღაც ასეთი განცდა მაქვს და ეს ახლაც ასე ვარ ყველაზე უფროსი ვარ ჩემს ბატალიონში და ალბათ მე მგონი რეზერვშიც მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მე არ შემიძლია мотивация მაქვს იმხელა რომ შემიძლია და ალბათ უფრო მეცად შევიძლებ ღმერთმა არ დაგვაჭიროს და არ დააჭიროს ჩვენ სამშობლოს აი ამ мотивациას მაძლევს სწორედ ჩვენი ბიჭები მაძლევს ნუგზარის და გიას მეგობრობა გიამ დანაბარებით რაც დაგვიბარა შეგვასრულებინა და ვგზავნეთ ნუგზარის გვერდით სასაფლაოზე და იმ პერიოდში აი ნუგზარი ახალი გარდაცვლილი იყო მე და მისმა უმცროსმა და მაგამ კეხვის ტყიდან გადმოვიტანეთ ეხლა ვიფიქრე რადგან თავისი სოფლის მიწა არ აყრია მეთქი ყვავილები მაინც იყოს თავისი სოფლის მეთქი მის საფლავზე და რამდენიმე ველური ვარდი მოვთხარეთ კეხვის ტყეში და წამოვიღეთ და დავრგეთ და გახმა ერთის გარდა ყველა გახმა ის ერთი აი ყველა გაზაფხულში ამოდის უკვე ამდენი ხანია 80
14 წლის შემდეგ. ამდენი წელია ყველა გაზაფხულზე ამოიყრის, ყოველ გაზაფხულზე რაღაცა შიში თავდივარ, ვაი თუ წელს არ ამოიყაროს და დამხვდება ხოლმე გადაბრდღიალებული. საფლავი არ იყო კეთილმოწყობილი, საფლავი ბიჭების და გიას არაჩვეულებრივმა ოჯახმა და ბიჭმა გუჯამ გაუკეთა საფლავი ბიჭებს მეგობრებს და მე სურათები ჩამიყარა რომ ნუ გეშინიაო ვარდიო არ დაგვისარალებიაო ამო დაგვისიანებიაო ამოუღიათ ეს ვარდი თავის მიწიანა და ჩაუდგამთ ცალკე ჭურჭელში და შემდეგ რომ მორჩნია საფლავის კეთებას ისევ უკან დააბრუნეს და ისევ ხარობს ეს ვარდი და ჩემთვის ამ ვარდს აქვს აი რაღაც სიმბოლური დატვირთვა და იხარებს მეთქი იქამდე სანამ ალბათ ამ ვარდს ისევ კეხვის ტყეში არ დავაბრუნებ მეთქი ასე ვფიქრობ და ალბათ ასეც იქნება კი და კეხვის არ დავიბრუნებ კი ბატონო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური არის დღეს თქვენი უმთავრესი ასპარეზი როგორც მესმის ძალიან სერიოზულ საქმეს რას და როგორ ემსახურება ეს სამსახური რა უჭის რა უხენს აი მორიოცი ვეტერანების საქმე ძალიან მნიშვნელოვანია ხომ ისი არსებობაც და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ნუ არსებობდა სხვადასხვა ფორმით დეპარტამენტი ერქვა სხვადასხვა უწყებების შემადგენლობაში შედიოდა თავდაცვის ჯანდაცვის მაგრამ 10 წელია უკვე რაც ჩვენი სამსახური ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური არის ცალკე უწყება და ემსახურება ვეტერანებს. ჩემთვის ჩემი სამსახური არის ოჯახი და მარტო ჩემთვის არ არის იქ მყოფებისთვისაც აი ახლა სანამ სტუდიაში შემოვიდოდით იურისტს რომელსაც ქვეყნის საქმე აქვს და თავზე აყრია საქმე დაურეკე რაღაც ნუ ერთ-ერთი ვეტერანის ოჯახის საბუთებთან დაკავშირებით ისეთი სითბოთ ისეთი სიყვარულით გამცა პასუხი და ესე არის ჩვენ არა გვაქვს განცალკავებული რომ ჩემს მოვალეობებში ეს შედის ეს საკითხი არ შედის კი ყველა საქმე გადაკვეთილი არის და ყველა ერთ საქმეს აი ვემსახურებთ მართლა როგორც ოჯახი აი ოჯახში რომ ყველას აქვს რაღაცა პატარ-პატარა ფუნქცია აი ზუსტად ასე არის და ვცდილობთ რომ მარტო თანამშრომლებისთვის კი არა იქ ვინც შემოადგამს ფეხს იმისთვისაც ოჯახი იყოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ცოტა აი უცხო თვალით რომ შეხედოთ ალბათ ახლა არ მიწყენენ სხვა სახელმწიფო უწყებები მაგრამ ჩვენთან რომ შეხვედრა ჩვენთან რომ მიღება შენობითაც კი ველაპარაკებით ვეტერანს და აი ბატონო და ქალბატონო და ეს რაღაცა ოფიციალურობა ხო იქ არ არსებობს იმიტომ რომ იმან მართლა საკუთარ ხალხში და საკუთარ სახლში უნდა იგრძნოს თავი. აი ჩვენ სამსახურს აქვს განსხვავებული დატვირთვა. ახლა ყველა სახელმწიფო უწყება ვალდებულია თავის მოქალაქეს ემსახუროს, მაგრამ ჩვენთვის ვალდებულებაც არის და პატივიც არის, იმიტომ რომ ვემსახურებით ყველაზე მეტად დამსახურებულ ადამიანებს. იმ ხალხს, ვინც იომა სამშობლოსთვის და ვინც მზად არის იომოს, რადგან ყოფილი მეომარი ისევე როგორც ყოფილი ჟურნალისტი არ არსებობს და ასაკი მეომრისთვის არ არსებობს. აი მე მყავს არჩილ ხოფერია ჩვენი მეომარი მეგობარი კი აჩიკო რომელიც აი ცოტა ჯანმრთელობა არ უვარგოდა და ვერ წარმოვიდგენდი რომ ის უკრაინაში წასვლას და იქ ბრძოლას შეძლებდა მაგრამ თავისი შვილი შეწყვეტილი გზა გააგრძელა და იბრძვის უკრაინაში და ეს უფრო მიმტკიცებს იმ წმენას რომ ყოფილი მეომარი არ არსებობს და ასე რომ ეს ბიჭებიც რომლებიც ჩვენი ბენეფიციარები არიან ყოფილი მეომრები არ არიან როცა სამშობლოს დაჭირდება თუნდაც იმ შერყეული ჯანმრთელობით ისინი ძალიან დიდ საქმეს გაუკეთებენ მახსოვს ისე შემზარა ამბავმა რომ ცალფეხა ჯარისკაცი იბრძოდა აფხაზეთში ნაომარი უკრაინის მიწაზე აი მახსენდება ეს ფრაზა ვიბრძვით, ვიხოცებით, რომ საქართველო მიცოცხლოს. არჩილის არ არის იული მოსასმენია სიტყვების არჩილისა, რომელსაც შენ
ჯარისკაცის მამა უკრაინაში უწოდე და აი ეს ისტორია ჯარისკაცის მამა უკრაინაში კითხვი 2 სიტყვით მაგრამ მე ვფიქრობ არჩილ ხოფერიას უნდა იცნობდეს სრულიად საქართველო ისე როგორც უამრავ გმირ ჩვენსას უსახელოს სამწუხაროდ მაგრამ ეს გუში დღევანდელი დღეა დღევანდელი ტკივილია და იქნება 2 სიტყვით ამის შესახებ არჩილი ჯარისკაცის მამაც არის ჯარისკაცის ძმაც არის და თვითონაც მარადიული ჯარისკაცია. არჩილს არაჩვეულებრივი ძმა დაიღუპა აფხაზეთში ჯამბულად ხოფერია, უფროსი ჯამბულად ხოფერია. შემდეგ ეს უმცროსი ძალიან ძიმე საუბარი გვაქვს მაგრამ კი ძიმე არის, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა ითქვას. უმცროსი ჯამბულათი უკრაინის ომში ეწირა და არჩილმა მე არ ვიცი რომლის გზა გააგრძელა თავისი ძმის თავისი შვილის ორივეს ერთად თუ თავის გზას გაყვა რომელიც მან დაიწყო აფხაზეთში ამიტომ ჩემთვის არჩილი არის ჯარისკაცის მამაზე მეტად მარადიული ჯარისკაცი მუდმივი ჯარისკაცი რომელიც უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში ყოველთვის მზად არის და იმაზე დიდი უსამართლობა მსოფლიოში ამ ეტაპზე რაც რუსეთია ალბათ არ არსებობს კი აბსოლუტურად მართალი და ბოლოს მაინც ომის ჟურნალისტი თვითონ დამასწარი თქვა რომ ჟურნალისტი ყოფილი არ არსებობს ეს სისხლით ჟურნალისტი როცა ხარ როცა მოწოდებით ჟურნალისტი ხარ და ზაირ ამაზე 200 ალბათ აღარავის აქვს რომ შენ ასეთი ქალბატონი ბრძანდები და შენი ეს წვიდვალე ჟურნალი რომლის პირველი ნომრის წარდგინებას მე დავესწარი და იცით ეს იყო ჩემთვის რაღაცა უბედნიერესი დღე უბედნიერესი დღეს შავჩუხაში გამოწყობილი მეომრები რომლებიც როგორც შენ ამბობდა მე მკრეხელობა მგონი ახლა მე ეს გავიმეორო წაგებული ომის გამო სამხედრო ფორმის ჩაცმაც კი ეკრძალებათ არათუ ჯილდოებისა და მედლებისო აი თითქოს შენატროდი მეორე მსოფლიო ომის გამარჯვებული ომის ვეტერანებს რომ ისინი ამაყად დადიან ამ თავიანთი ჯილდოები და ჩვენს ბიჭებს ფორმის ჩაცმაც აი ეს ისეთი ტკივილიც არის ამაყეც არის რომ ხელა პასუხისგებლობა სიცოცხლე გაწირეს თავი გაწირეს ჯანმრთელობა გაწირეს ბევრი იქ დარჩა და იმიტომ რომ ამ ხელა იმპერიას ეხა ხომ აღარავისთვის არის აი საიდუმლო რომ ეს იყო ომი რუსეთთან ეს არ იყო ეს ორივე დაზარალებული იყო მე თუ მკითხავ აფხაზეთის და საქართველოს ორივე მსხვერპლი იყო ამ ომში რაღაც პარადოქსულ გაუგებრობაში ხომ და აბა ხომ ხედავთ ჩვენზე რამდენად დიდი ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო რა დღეშია მესამე წელია ხო უკვე და თითქოს ყველა თანაუგზნობს სად იყო ამ ხელა თანადგომა სად იყო ამ ხელა გამოძახილი მაგრამ ამის მიუხედავად რა შეღავათი ხომ მაინც აი ყოველდღე იღვიძებს შიშით რომ აბა რა მოხდა აბა სადაფეთქდა რამდენი მსხვერპლი და ასე შემდეგ და აი აქ თავგანწირული ადამიანები აი ამ ხელა პასუხისგებლობით და ეს იყო რაღაცა ჭეშმარიტი ქართველების მამული შვილების თითქოს აი ჩემი წინაპრების სული ზეიმობდა იმ შენი ჟურნალის პირველი ნომრის წარდგინებაზე აი ამ ჟურნალის თაობაზე მინდა ჯერ რა სახელწოდება აქვს საოცარი ხო ეს შენია ხო კი საკითხი მეციხოვნე რომელიც ჩვენაირ პატარა erს პირველი პიროვნება ალბათ უმნიშვნელოვანესი მეციხოვნე მისი დამცველი ხომ კი მეციხოვნე შაი ამ სახელში როგორც სახელი თვითონ ამბობს გავაერთიანე მარტო ის ადამიანები კი არა ვინც არ აღიძიცავენ სამშობლოს შეიძლება ხელოვანი იყოს სულაც აი ჩვენ მათ ფეხბურთელებმა ახლა სახელი მოუტანეს სამშობლოს არა ისინიც მეციხოვნეები არიან ისინიც კი მცველები სამშობლოს მცველები არიან იმ ღამეს და ამ დღეებში არის როგორი ბედნიერი იყო თურმე როგორ ყვარებია ჩვენ ფეხბურთი კი არა სამშობლო და ერთმანეთი რაც მთავარია ასეთი ერთიანი საქართველო მე 9 აპრილის მერე აღარ მინდა ნამდვილად და ესე იგი
როცა საერთო რაღაც ხდება ისეთი ყველას სასწაულო და ახლა მაგონდება ერთ-ერთ ინტერვიუში შენმა ლეგენდამ ფრინავი ტორპედოროში არქვეს ევროპელებმა, არა ქართველებმა აღიარება ქონდა ასეთი კობაწაკაძე წლების წინ ერთ-ერთ თავის საუკეთესო ინტერვიუში წერდა რომ დიდი სპორტი ყოველთვის იყო პოლიტიკაო და მე მაშინ ძალიან მომეწონა მისი ეს ნათქვამი მაგრამ გავითავისე და გავიაზრე აი როცა ჩვენ იმ ღამით იმ ბოლო გოლი მაინც რა იყო როცა მართლა გაერთიანდა ერი და ვიფიქრე რომ აი მართლა ჭეშმარიტა დიდი სპორტი დიდი ხელოვნება დიდი მწერლობა ეს პოლიტიკა ართე გაგებით რა თქმა უნდა და მეცი ხოლმე ყველა ყველა მეცი ხოლმეა ვინც მამულის სასარგებლო საქმეს აკეთებს რა საკვირველია იქნება კალმით თუ რითაც და სწორედაც აი მიკარნახა ამან მიკარნახა რომ ეს სახელწოდება ჟურნალის სახელწოდება და ვცდილობდი ასეთ ადამიანებს ვეძებდი ასეთ ადამიანებს მეწერა ასეთ ადამიანებზე უფრო აი რომელიც არ იყო ცნობილი საზოგადოებისთვის გაუხმაურებელი იყო მათი სახელები, მათი გმირობა, მათი საქმეები. რამდენი ახალი სახელი. კი ძალიან ბევრი. მიცით აი გუშინ ვიხსენებდი გია ლურსმანაშვილს. ჩვენ ვიცით გიორგი ანწუხელიძის გმირობა, ვიცით გადაიღეს იმათ და ამით შემოგვრჩა თორე შეიძლება ეს გმირობაც დაკარგულიყო. გია ლურსმანაშვილი დაჭრილი ჩაუვარდა ტყვედ მტერს და უთქვიო რომ ეს მიწაო არ არისო საქართველოს მიწაო და არ თქვა ამ ბიჭმა. მე ნუ აიძულებდნენ რა ცუდად მოეხსენებინა სამშობლო და ამის ნაცვლად შავლეგო შემოსძახა. ამას ამბობს თვითმხილველი, ვინც აი ისე იყო დაჭრილი რომ იმათ მოწინააღმდეგეს მკვდარი ეგონა არ მაგრამ ეს ამას ჩაესმოდა. არა თვითონ მე ეს ბიჭიც გამოიყვანეს ნუ ჩვენები შევიდნენ ოპერაციაზე და გამოიყვანეს ეს და გადარჩა რაღაც სასწაულად, მაგრამ ამან გამოიტანა ეს ამბავი, რომ აი ძილბურანში ესმოდა გია ლურსმანაშვილის შავლეგოს სიმღერა და ნუ გადაატარეს ავტომატის ჯერი, აბა რას იზამდნენ და ასეთი ბიჭები არიან და საკმაოდ ბევრი არიან. აი აფხაზეთის 13-თვიანმა ომმა ძალიან ბევრი გაუხმაურებელი გმირის სახელი წარმოშვა. ესე იგი მასე არ ყოფილა საქმე წაგებულ ომში ციბადებიან გმირები უფრო ტანჯით შეიძლება ვიდრე კი რა თქმა უნდა მაგრამ ისე როგორც მე მწხვენია ჩემი სიცოცხლის ხანდახან ამ ბიჭებსაც რწხვენია იმითი რომ ცოცხლები არიან და ეს შეიძლება არ აღიარონ მაგრამ მათ სახეებში ეს იკითხება როდესაც ჩვენი გარდაცვლილი თანამებრძოლის საფლავზე მივდივართ და მეც ალბათ ჩემს მისიას აი ამაში ვხედავ რომ ვწერო ამათი ისტორიები რაც შეიძლება მეტჯერ მეტგან და აი ვეძებო უღალავად აი ეს უსახელო გმირები და გავაცნო საზოგადოებას და დავტოვმათი სახელები ისტორიაში იმ ისტორიაში რომელიც თვითონ თავიანთი სისხლით შექმნეს და დაწერეს და ჩემი ჟურნალიც სწორედ ამას ემსახურება ასევე მოსწავლე ახალგაზრდობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, მხედრული ტრადიციების განმტკიცებას. მე როდესაც სკოლებში შედიოდა ეს ჟურნალები სკოლებს ჰქონდათ გამოწერილი და ესეთი პროექტი მქონდა ბავშვებს მერჩია რომ აი თვითონ ბავშვებს მოეძებნათ თავიანთი სოფლის, თავიანთი ქუჩის, თავიანთი უბნის გმირი თავისი სკოლის კურსდამთავრებული და დაეწერათ როგორც დაწერდნენ ამას მნიშვნელობა არ ქონდა ინფორმაცია მოეძიათ და დაეწერათ და უქვეყნებდი შემდეგ ჟურნალში და აი ესეთი თანამშრომლობა მქონდა ბავშვებთან და ნუ კარგი წამოწყება იყო მაგრამ სტუდენტებთანაც ქონდა ერთი პროექტი მახსოვს ჩემს ჩავთეთ მაშინ კი ეს ჩვენ სამსახურს ქონდა და აქვს კი კონკურსის სახით აქვს და მიმდინარეობს კიდეც კი მონაწილეობა დიდი სიხარულით მაგრამ ძირითადად მაინც იცით აი იქიდან წამოსულები მე ხარ
ვერ ვეძახი ვერც დემილს, ვერც გადაადგილებულს. დროებით თავი ანტიფუძის დატოვება რომ მოუხდათ, აი ასეთი ოჯახის შვილები უფრო დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ რატომღაც, რომ მეხლა მახსენდება შენი სიზმარი ფრონტზე რომ ნახე თანაკურსელები გახსოვს? კი, მახსოვს. აი ეს ეპიზოდი ძალიან ისეთია, მახსოვს და ისეთი დეტალია, მეტყველი დეტალია ძალზე დამახასიათებელი, როცა ფრონტზე ჩათვლებილს შენი თანაკურსელები ისიზმრებოდა და კი წვიმდა, როცა გაგვიყვანეს იყო კოკისპირული წვიმა, კინდღამდე მივედით აი ესეთ კოკისპირულ წვიმაში. იქ ცეცხლიანთო და ბატალიონები იდგა და ნუ მეც დავჯექი ხა მიმიშვეს ცეცხლთან და ეს ფორმა შემაშრა ტანზე და ჩამთვლი, მაგრამ თითქოს ლექცია ხო სიტყვაში, აი ლექციაზე ვიჯექი და მე უცებ ჩვენი ბატალიონის მეთაურის ხმამ გამომახვიცა რომ გაემზადეთ გამდივართო და ნუ რა ვიცი ასეთებიც იყო. ჩემოსაირა მოდი ცოტა ისეთ ტალღაზე გადავერთოთ ახლა აი ამ ურთულესი ცხოვრების, ფრონტის გზების, ომის გზების მიუხედავად, აი ეს ქალურობა, რასაც შენში ვხედავდი და საოცარი პროტესტი მქონდა, თუმცა ვერასოდეს შეკადრე გეთქვა, რომ არ გინდა ეს ფრონტი და არ გინდა და მამაკაცებმა და შენ შვილები უნდა გააჩინოს, აი რა ვერასოდეს ვერ გითხარი, შენ ისეთი მზერა გქონდა, ისეთი შემართება, რომ ამას იოლად ვერა, მაგრამ ამის მიუხედავად შენ ორი შესანიშნავი შვილის, უკვე ზრდასრული ქალვაჟის დედიკო ხარ, წარმატებული შვილები ყავს, რომლებმაც გინდა არ გინდა მაინც შენი გზა აირჩიეს ეს ურთულესი გზა. ბიჭმაც რატომაც არა, ბიჭი მე ხო რთული კი მეზღვაურია კი, მანაც რთული გზა. პოტენციურად ისიც მეციხოვნია ხო? აი მათ შესახებ თუ შეიძლება რომ აი რაღაც. ნუ რა ვიცი გამიმართა. გავახალისოთ, რომ ცხოვრება გრძელდება და ასე არ არის. ზაირა ბიქატაძე უბედნიერესი ქალბატონია. გარდა იმისა, რომ ძალიან დატვისაცები და ღვაწმოსილი და რა ვიცი, მე ხარ მინდა ასე პირისპირ ქება ცოტა უხერხულია ხოლმე, მაგრამ მე სულ ამაყობ ზაირა შენით და ვფიქრობ, რომ ეს რაღაც სხვა ფენომენია, იცით, ახლა ჩემთვის ისიც ცოტა ესეთია ძიმე წარმოსადგენია, რომ აი მარიტა ეს უშვენიერესი ქალიშვილი აგერ რეზერვში მოდის შენთან სამშაბათში. ეს სხვათა შორის უკრაინაში ომი რომ დაიწყო, როგორც აი პატარა პარალელს გავაკეთებ აფხაზეთში, მინდოდა წასვლა. ის მინდოდა წასვლა, როგორც აფხაზეთში მინდოდა დავწვალობდი, აი ესე დავისახე მიზნად და სხვათა შორის შევედი ჩემს დირექტორთან და უთხარი, რომ ესე ბატონო კობა მეთქი უკაცრავად უკრაინაში მინდა წასვლა მეთქი. ახლა მე უთანხმდებოდი მისი თანამშრომელი მიდის ომის გაზა ამაზე თორე მივლინები თუ გამიშვებდა ნამდვილად ვიფიქრე და სასწრაფოდ მოამზადებინა მივლინების საფუთები და მე არ ვიცი ალბათ სიკვდილამდე მართლაც ბატონი კობას მადლობელი ვიქნები, რომ მან მე მომცა ჩემი ადამიანური და ჩემი პროფესიული ვალის მოხდის და მოვალეობის შესრულების საშუალება. მით უმეტეს, რომ უკრაინა არის ჩემი მეგობარი ქვეყანა და მე რატომღაც არ ვიცი გამომარჩიეს 900 კაცს ქონდა მაშინ გადაცემული ეს ორდენი, როდესაც მათ უკრაინის საელჩომი გადმომცა და ესეც მავალდებულებდა და ესეც რაღაც გარკვეული პასუხისმგებლობის წინაშე მაყენებდა, რომ მე ყოფილიყავი სოლიდარული. თუმცა ამ ორდენზე ლაპარაკს ისე ერიდები, რომ დღემდე არ დამიკონკრეტე არა. კი, აი არც მახსოვდა მეც რა თქმა უნდა, მაგრამ აი არც მახსოვდა. იმათი მადლობელიც ვარ დაინახე შენი დამსახურება და ამაყირო ჩემი ზაირა ესე დიახ და როცა მივდიოდი უკრაინაში მარიტა მითხრა დედა სად მიდიხარო და როგორ მეთქი შენ ჟურნალისტიკაზე აპირებ ჩაბარებას მეთქი ჟურნალისტი უნდა გახდე და სადმე ომი რომ იყოს რა თავს არიდებ გაშუქებას მეთქი არაო მითხრა ხო და მეც ვერავარიდებ მეთქი და ავდექი და წავედი. ესეც რაღაცა მაგალითია. აი კი არ ესე არ გამიგოს მაყურებელმა რო თითქოს ახლა ომის მომხრე ვიყო, მაგრამ
ადამიანმა თავისი ვალი ყველგან უნდა შეასრულოს და თავისი პროფესიული ვალი. ახლა ამას გავაშუქებ, ამას არ გავაშუქებ. ეს ადვილია, ეს ასია, ეს ასეთი რაღაცა ჟურნალისტიკაში არ არის და რასაც მე უკრაინაში გავუწელი, მე ვფიქრობდი, თუნდაც გზაში, აი პოლონეთიდან რომ მიდიხარ, ამდენი ღამის 3 ღამე ზედიზედ გავათენე და მე იქ დამატებული კიდევ 3 ღამე ჯარისკაცებთან მეომრებთან რო ვიყავი ის ხო საერთოდ ალბათ აქეთ რო ყოფილიყავი მშვიდობიან ადგილას პირობებში ვერ გაუძლებდი ვერავითარ შემთხვევაში იქ მობილიზებული და მით უმეტეს როცა ჩემი პროფესიით ვიყავით ახლა საერთოდ არ მიგრძნია მოგეთ რა ვიცი ალბათ მე ვიყავი მაგალითი მარიტასთვის მარიტა ყველგან დამყავდა აბსოლუტურად ღონისძიებებზე პატარები რომ იყვნენ ინტერვიუს პოლიტიკურ თემებს რომ ვაშუქებდი მაშინაც კი დამყავდა რესპონდენტებთან და ალბათ მე დედისგან ხდიან ოჯახის რა თქმა უნდა ცნობილი ამბავი რასაკვირველია კი და რა ვიცი გამომყვა ჯარშიც გამომყვა პროფესიაშიც გამომყვა აი ხო სიტყვა მოიტანა და მინდა კითხო დიდი ხანია ველოდებით შენს უკრაინის დღიურს ძალიან საინტერესო წიგნს ვიცი რომ ძალიან დაკავებული ხარ უამრავი საქმე გაქვს საკეთებელი ხოლოდ ეს არის მიზეზი რომ არ გასაგებია მაგრამ მაინც რა პერსპექტივაა როდის ველოდოთ ალბათ ახლო მომავალში ქართული ვერსია დამთავრებული მაქვს მინდა აუცილებლად ვთარგმნო უკრაინულად და აუცილებლად ინგლისურად მე ვიყავი გაგზავნილი როგორც ზაირა მიქატაძე კი არა თავისუფალი ჟურნალისტი ასე კი არა როგორც სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელი დიახ და როცა სახელმწიფო სამსახური უშვებს თავის თანამშრომელს და აქ ქმნის ისტორიას აი ამ ომზე ეს პატარა საქმე არ არის ეს არის უკვე აი სოლიდარობის გამოხატვის პიკი და ეს უნდა გაიგოს ფართო საზოგადოებამ სამყარომ თუნდაც უკრაინაში და თუნდაც უკრაინის ფარგლებს გარეთ ახლა არ მინდა ამისი თქმა მაგრამ ხშირად გვადანაშაულებენ ხოლმე რომ არ ვართ სოლიდარული მეც ვერიდები მაგ თემას მაგრამ კონტექსტში ჩანს და აი არც მაგის საჩვენებლად მე უბრალოდ გულმა არ მომითმინა და გამიწია მაგრამ როდესაც სახელმწიფო გვერდით თუ დგას ბევრი დეტალში ბევრ ნიუანსში და მითაც კი რომ მის წარმომადგენელს სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელს უშვებს გზავნის კი ჩვენ პატარა ფილმი გავაკეთეთ ცხოვრება მომთან ერთად პრეზენტაციაზე დიახ ძანდებოდით გამოფენა გავაკეთეთ რომელსაც ახლაც ქონდა ეს გამოფენა და დრო გამოშვებით ისე კი არა რომ გამოფინეთ და დამთავრდა ამითი დრო გამოშვებით კიდევ პერიოდულად დიახ ვეტერანის დღეზეც გამოვიტანეთ და ეგ სტუმრებს ვაჩვენეთ და ასე რომ ეს პატარა საქმე ნამდვილად არ იყო და იმიტომაც ასეთი მოლოდინია ამ დიახ და კი ბატონო და ალბათ ძალიან მალე იხილავს საზოგადოება აი ამ წიგნს სიამოვნო ჩემო ზაირა და ერთი გეგმა მაქვს კიდევ აუხდენელი ავღანეთიც ავიხდინე და იქ ჩვენი ბიჭების ვაჟკაცობა და გმირობა კი დიდი ძალიან წიგნი ვერა მაგრამ ძალიან დიდი რეპორტაჟი მიუძღვენი და ფერეიდანი დამრჩა კიდევ აუცილებლად ომის შედეგები აი ომის შედეგი მეომრებზე ვსაუბრობთ მაგრამ ომის შედეგებზე არ მისაუბრია და ფერეიდანშიც აუცილებლად ალბათ ერთი წასვლა იქაც მომიწევს აუცილებლად და ეს არის სურვილი კლავს რომ წამოყვეს ფერეიდანში ჩემო ზაირა მინდა დიდი წარმატებები გისურვო უბედნიერესი მომავალი მთელი ცხოვრება ჯერ კიდევ წინ გაქვს ახალგაზრდა ბრძანდები და მინდა რომ ომის გზებს მაინც არ დასჭირდეთ შენ შვილებს ომის გზებით სიარულით დედასავით და რომ შენი შვილები გაძლიერებულ, გაბრწყინებულ, გამთლიანებულ საქართველოში გაზარდო ყველა შვილი რა თქმა უნდა თუ შენი შვილები ესე გაერთიანდნენ ეს ყველასთვის იქნება თავისუფალი საქართველო დამოუკიდებელი ნიკოფსიიდან დარობამდე ოცნებას კაცი არ მოუკლავს და ზოგჯერ ოცნებებიც აგვიხდება ხოლმე მომავალ ხუთშაბათამდე ძვირფასო მაყურებლებო